მოგესალმებით, მაშრიყის და მაღრიბის სულთანი, ხორეზმის ხანი, ბრძანებელი ცათა, ტბათა, მთათა, მდინარეთა. არავინ არის ჩემზე ძლიერი გარდა ღმრთისა ცაში და არავინ არის ჩემზე მდიდარი გარდა ბიძინა ივანიშვილისა დედამიწაზე. მოგეხსენებათ, სულ მალე ეთერში გავა მე-9 არხი, ახალი არხი, მე-9 არხი. ამ არხზე, როგორც ამბობენ, გავა სხვადასხვა ფილმები, სერიალები, გავა ნიუსები, გავა ასევე სხვადასხვა ტიპის გასართობი გადაცემები, მაგრამ თვითონ ეს არხი სად გავა, ეს ჯერ არავინ არ იცის. ამბობენ იმასაც, რომ ამ არხზე აბსოლუტურად ყველა გადაცემა იქნება ანტიპოდი რუსთავი 2-ის და ტელეიმედის გადაცემებისა, ანუ საპირისპირო გადაცემები, შესაბამისად სახელებიც იქნება საპირისპირო. აი მაგალითად, დილა დაიწყება უიმედობის დილით. შემდეგ გავა გადაცემა მე-9 არხის გმირები. მერე გავა გადაცემა უნიჭო. ოღონდ უნიჭოში ისევის ხალხი მიიღებს მონაწილეობას, ვინც ნიჭიერში იყო. შემდეგ 3 საათზე, 6 საათზე და 9 საათზე გავა საინფორმაციო პროგრამა ფოსტალიონი. და დღის 2 საათზე ბიზნეს ფოსტალიონი. მოგიგითხათ მამიდაჩემმა იზომ, რომელმაც დაიწყო მუშაობა მე-9 არხზე, სპორტული გადაცემების ბუღალტერია, ცალკე ყავთ სპორტული გადაცემების ბუღალტერი. და იზომ მითხრა ასეთი რაღაცა, რომ ისეთი კარგი ხელფასებიაო, ისეთი მაღალი ხელფასები გვაქვს მე-9 არხზე, რომ ჩვენო თანამშრომლები მე-9 არხს კი არ ვეძახითო. ვეძახით მე-9 ცას. დაიწყო ეს პროექტი კარდაკარ, მოგეხსენებათ, დადის კომისია კარდაკარ ოჯახებში და ამოწმებენ თუ ვინ არის რეალური ამომრჩეველი. ეს ხდება იმიტომ, რომ მკვდარი სულები არ იყვნენ საარჩევნო სიაში და რეალურად იცოდნენ, ვინ არის მკვდარი, ვინ არის ცოცხალი, ვინ მიცემს ხმას. ჩემთანაც იყვნენ სახლში მოსული, ჩაინიშნეს ჩემი ცოლი, ჩაინიშნეს ჩემი შვილები, მე შემომხედეს და რაღაც შენი ფერი არ მოგწონს, მე კვირას შემოგივიდა. ასევე მთხოვეს, რომ გამოვაცხადო, რომ სანამ არ დასრულდება ეს პროექტი კარდაკარ, ნუ დაიწყებთ სტუმრად ხეტიალს აქეთ-იქით, ვიყოთ ყველა სახლში, ნუ თუ მაინც მოგვიწევს სტუმრად მისვლა, გვახსოვდეს ყოველთვის, რომ დროზე უნდა დავტოვოთ ეს სახლი და დროზე დაუბრუნდეთ სახლში, ამას ჩემი სიდედრის გასაგონად ვამბობ. ახლა გადავიდეთ ჩემ პირად პრობლემებზე და ჩემ ტრაგედიაზე. ბარსელონა სამარცხვინოდ გამოვარდა 10 კაციან ჩელსისთან. უთანასწორო დაპირისპირებაში. უთანასწორო იყო, აბა ბარსელონა 11 იყო და ისინი 10. ხალხო, თელი ღამე არ მეძინა. თელი მეორე დღე არაფერი არ მიჭამია, ისე ცუდად ვიყავი, აი მარტო რეალიც რო გამოვარდა, მაშინ დავიძინეთ კბილად. გუშინ თბილისის ცაზე გამოჩნდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ხო უყურებდა ხალხი და ვერავინ ვერ გაიგო რა არის, სომხეთისკენ მიფრინავდა სხვათა შორის. და ვერ გაიგეს რა არისო ეს მფრინავი ობიექტი, ერთი ბძენი კაცი გამოვიდა მერე და ესო კაცო ის არისო სერხიო რამოსმა პენალი რო დაარტყა ის ბურთია. $25 აპრილს ხალხო დაფიქსირდა კიდევ ერთი ანომალური მოვლენა. ანომალური მოვლენა რეალი ბარსელონას თამაშის დროს, კომენტირების დროს დიმა ობოლაძეს არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, ხალხო. გაგიჟებული არიან ექიმები, რა ჭირს ამ ბიჭს? რაღაცა ყوار დაემართა. კარგი. მე ახლა წავალ. გამოვიცვლი, იმიტომ რომ ჰარამხანიდან ქალებმა ქვითრები გამომატანეს, რამე ხო არ მოვიგეთო, ნახეთ. ამ ქვითრებს შევამოწმებ, გამოვიცვლი და დაგიბრუნდები. თქვენ არცად არ გადარჩოთ, დამელოდეთ, იმიტომ რომ გაგიგვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. Washingtonში შუა დღეა დაწმაც სამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა
დღეს არის 29 აპრილი. კიდევ დამოვიწყდა და დღეს გახლავთ ცნობილი აზერბაიჯანელი ჩოგბურთელის ანდრია აგასის დაბადების დღე. მე მინდა მივმართო ჩემს სომეხ მეგობრებს. კარგია? კარგია შოთა რუსთაველზე რომ მეუბნებით ხოლმე? ასევე ქუთაისში მიდის დიდი მშენებლობა, დიდი აღმშენებლობა, ძალიან ბევრი ახალი ობიექტის გახსნა დაგეგმილი, დიდ ზეიმსელის ქალაქი ქუთაისი. მე რა თქმა უნდა მივავლინე ჩვენი შეუდარებელი სპეციალური და საგანგებო ბიჭი, სიმპათიური გუჯა მაჭარაშვილი, ძვირფასო მეგობრებო, რომელიც ახლა ჩაგვერთვება ეთერში პირდაპირ ქუთაისიდან. რა ვახარ გუჯაია? კარგად, ოთია, შე რა ვახარ? რა ვიცი. როგორ მიდის მზადება ქუთაისში? შენდება ქუთაისი, აშენდა პარლამენტი ოთარ. პარლამენტი აშენდა. მოგეწონა პარლამენტის შენობა, როგორია? ნახე ოთარ და პირი დავაღე, ძალიან ლამაზია, ძალიან დიდია, მაგრამ თუმცა გვერდით რომ ქურდის სახლი დგას, ისეთი ლამაზი და ესეთი დიდი ვერ არის რა. მე გავიგე რომ დავით აღმაშენებლის ძეგლიო ქუთაისშიც გადაუტანიათო. შენ ხო არ იცი ამის შესახებ რამე? დიახ ოთარ, სხვა ქუჩაზე გადაიტანეს და ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მათემატიკის წიგნებში ახალი ამოცანა შეიტანეს. თბილისიდან და ქუთაისიდან ერთდროულად ერთმანეთის შესახვედრად გამოვიდნენ აღმაშენებლის ძეგლები. მაკდონალდსი რა ხდება სიმონ? თავიდან ხალხი არ შედიოდა ოთარ, თუმცა შემდეგ დაამატეს მაკხაში და მაკაბაბი და ამის შემდეგ მოემატა კლიენტი. კარგი, ძალიან კარგი. შენობების გარდა კიდე რა კეთდება ქალაქში? ხიდები ოთარ გაკეთდა წითელი ხიდი, თეთრი ხიდი, ჯაჭვის ხიდი, ახლა ახალ ხიდს აკეთებენ, სადაც გამოყენებული იქნება თეთრი ხიდის, წითელი ხიდის და ჯაჭვის ხიდის ელემენტები ოთარ. აჰა, ანუ ყველა ეს ელემენტი იქნება ერთ ხიდში, ხო და რა ერქმევა ამ ხიდს? ამ ხიდს ერქმევა გია ჯაჯაინძის ხიდი ოთარ. რამე უცნაურისთვის ხო არ მოგიკრავს ყური ქუთაისში ხარ მაინც? დიახ ოთარ, პარკში ერთმა ადამიანმა დააცევინა და მეორემ უთხრა მაპზე უკეთესიო. ერთი ეს მითხარი, შენ როდის ბრუნდები გუჯა? დღეს ვერ ჩამოვალ ოთარ, ხო იცი რანაირი ხალხია ქუთაისელები, არ მიშვებენ ერთ 6 ადგილას ვარ დაპატიჟებული. აჰა, მაინცად. ვახოიემ დამპატიჟა მერაბიესთან სახლში. აჰა. მერაბიემ დამპატიჟა ვახოიესთან სახლში ოთარ. აჰა. მერე გია იმითხრა სამწვადი აიღე და შენი მანქანით ბუნებაში გევიდეთო რა. ძალიან კარგი, რომ მორჩები ამ кейს და ზეიმს, ჩამოდი გელოდებით ახალი დავალება უნდა მოგცეთ. ძალიან დიდი მადლობა, აბა დავაი გუჯია. მოგა მუთია. ეს იყო თვითონ მეგობრებო, ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი, ქალაქ ქუთაისიდან. ჩვენ კი განვაგრძოთ ღამის შოუ. ჩვენი განვაგრძოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე მინდა გითხრათ რომ რუბრიკაში რომელსაც ეწოდება ნანუკა ჟორჟოლიანის გულის გასახეთქად მე ექსკლუზიურად შევხვდი ლეგენდარულ ჯაზმენს ფრედ უესლის. მივაკითხე შერატონში და ჩავწერე მასთან ინტერვიუ, რომელსაც ახლა გთავაზობთ ეთერში. გთხოვთ. აი ძვირფასო მეგობრებო, სპეციალურად შემდეგი რუბრიკისთვის მოვედით შერატონში, სადაც უნდა შევხვდეთ ლეგენდარულ ჯაზმენს ფრედ უესლის. შეკითხვები მაქვს მომზადებული, ნახოთ რას მიპასუხებს. შემდეგი რუბრიკა გახლავთ ნანუკა ჟორჟოლიანის გულის გახეთქვა. იმიტომ რომ ექსკლუზიურად ღამის შოუში ოთარ ტატიშვილთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ლეგენდარულ მუსიკოსთან, ჯაზმენთან, ტრომბონისტთან, ცოცხალ ლეგენდასთან, მისტერ ფრედ უესლისთან. მისტერ ფრედ უესლი, მოგესალმებით. Happy to be here. Yes. და მე თუ სწორად მახსოვს თქვენი ბიოგრაფია, თქვენ ჯორჯიის შტატში დაიბადეთ, არა? Actually I was in Columbus, Georgia. ჯორჯიის შტატის ქალაქ კოლუმბუსში, მაგრამ შემდეგ ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად ალაბამას შტატში გადავიდა. Yes. რას ფიქრობთ ჩვენ ჯორჯიაზე?
It's different from the Georgia I was born in. ჩვენი ჯორჯიის შტატიდან რა თქმა უნდა ძალიან განსხვავებული. ძალიან მომეწონა. თქვენმა ჯორჯიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. And I like it very much. Yeah. სხვათა შორის ჩვენი ჯორჯია არის ჯაზის სამშობლო. It's all right. მართლა? ჩვენმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მე-6 საუკუნის ტრომბონი. No kidding. Mr. Wesley, როგორ გონიათ, რაში უნდა გამოეყენებინათ ქართველებს მე-6 საუკუნეში ტრომბონი? I learned how to play the trombone, but I didn't learn how to play it. ბევრი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მე პირადად ტრომბონს მხოლოდ მუსიკალურ ინსტრუმენტად ვიყენებ. Was further on up the road. Because trombone go yeah. Okay. მე მაინც გეტყვით, რომ ქართველები მე-6 საუკუნეში ტრომბონს იყენებდნენ ღვინის დასალევად. თურმე 4 ლიტრი ღვინო ჩადის. 4 liters. That's quite a bit of wine. 4 ლიტრი საკმაოდ ბევრია. They drink a lot of wine. მე ვიცნობ ბევრ ტრომბონის წრომელთაც უყვართ That's დალევა. good to know too. That's good to know too. ყველაზე მეტი ღვინო ჩადის თურმე ბარიტონ საქსოფონში. And a trumpet would contain at least amount of. ყველაზე ნაკლები სასმელი საყვირში ჩადის. სხვათა შორის მე რადიოში მიმყავს გადაცემა ჯაზზე. და ძალიან ხშირად უშვებ ხოლმე თქვენ კომპოზიციებს. ძალიან ხშირად. იმიტომ რომ თქვენ ძალიან პოპულარული ხართ, ზოგადად ფანკი ძალიან პოპულარულია საქართველოში, ბევრი მსმენელი ყავს. ასევე ხშირად უშვებ ხოლმე ჯონ კოლტრეინს. Yes. და მე რა თქმა უნდა ეს ლეგენდარული მუსიკოსი ჯონ კოლტრეინი, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს თქვენი აზრი ანდრი ჯოხაძის შესახებ. რას ფიქრობთ ანდრი ჯოხაძის? I'm not familiar with him, but does he play like John Coltrane? მისი მუსიკა ჯონ კოლტრეინის მუსიკის მსგავსია? Sings. Oh, sings. Sings, yes. I'm not familiar with that artist. თავის დროზე დიდმა რეი ჩარლზმა თქვა, რომ დასავლეთშიო მე ვარო და აღმოსავლეთში ანდრი ჯოხაძე. He must be great. ალბათ უდიდესი მუსიკოსია. ერთი სული მაქვს სანამ მოვისმენ. ანდრი ჯოხაძის ვერა ცოტა რთულია. დისკს გაჩუქებთ. I appreciate it. Thank you very much. Yeah. ოღონდ არ გადააგდოთ ძალიან გთხოვთ გზაში. I won't. No. I listen to all kinds of music. მე ყველანაირ მუსიკას ვუსმენ და ანდრი ჯოხაძეს რატომ არ უნდა მოვისმინო? The kind of music you talk to, but I would definitely listen to it. Yes. ჩაი მოგეწონათ? Yes, thank you. Mr. Wesley, აუცილებლად მოითხოვეთ ქვითარი. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ 50 ლარი. How much money is that? დაახლოებით რამდენია 40? Hey, $30 is $30. Mr. Wesley, კიდევ ერთი, თუ შეიძლება ასეთ რამ პატარა ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ, მე და თქვენ. მე გეტყვით ქართულ სიტყვას და თქვენ თუ გამოიცნობთ რას ნიშნავს ეს? Okay, only 2 times in Georgia. საქართველოში მხოლოდ ორჯერ ვარ ნამყოფ. ამიტომ ძალიან კაცრადაც ნუ გამსწრით. კი ბატონო, თანახმოვარ ექსპერიმენტზე. Okay. მიზანსწრაფული. Musician. მუსიკოსი. Yes. You are right. You are right. Okay, next. Wait, say that again. მიზანსწრაფული. Mizanstrapuli. Mizanstrapuli. That means musician. Yeah. That's great. Okay. Next will be sentence, okay? წინადადება. ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად. Come to see my show. აუცილებლად უყურეთ ამ შოუს. Okay. Is that right? Yes. Come on. მე თქვენთვის მაქვს საჩუქარი. Okay. Special present. Yes. ოღონდ უნდა მიხვდეთ, აი ამას რაში იყენებენ ქართველები? Well, I know how I would use it. შემიძლია გითხრათ მე რაში გამოვიყენებ. აქ შეიძლება ჩაყარო მარიხუანა და აქედან მიწვია. ასე არის.
ამითიც გაგიკვირდებათ და ამითიც ღვინოს სვავენ. I figured that. That's for why. Yeah. ეს პირადად ჩემგან თქვენ. Oh, thank you very much. დიდი მადლობა. I don't have anything for you. მე რომ ვერაფერს გჩუქნი. You have great music for me. Thank you very much. Special song. დღევანდელ ჩემს კონცერტზე ერთ სიმღერას Thank you very much. Thank you very much. და ბოლოს ავტოგრაფი პრობლემა ხო არ იქნება? No. No. No, sure. Okay, აი ჩემი ავტოგრაფი. Thank you. დიდი მადლობა მე სხვაების მომწონდა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა სპეციალურად მათთვის, ვისაც სახლში people მეტრები უდგას, ჩვენ საინტერესო რუბრიკებს უძღვნით ხოლმე ამ არაჩვეულებრივ ხალხს. რამდენიმე სახელი აქვს ამ რუბრიკას, ძვირფასო მეგობრებო, ყველა სახელს ჩამოვთვლი. ერთი არის მეორე სახელია აფსუს. მესამე სახელია როგორ გავარდენ, კაცო. და მეოთხე სახელია რაღა ესენი და რაღა ბარსელონა. როსტო და სალომე ჭაჭუა. აი როგორი როგორი პოპულარულები ყოფილხართ, ა? სხვათა შორის თუ იცი თქვენ რომ დღეს არის ცეკვის საერთაშორისო დღე. შენი დღეა, ნუ? შენი პირადად, როსტო. პირადად შენი დღეა. იცი ამის შესახებ? არა, ხო და გილოცავ, შენ გილოცავ სალომე ამ დღეს პირადად ცეკვის საერთაშორისო დღეს და შენც გილოცავ ამ დღეს. მას შემდეგ რაც შენ გაიგე რომ ცეკვა არსებობს ზოგადად ბუნებაში. გილოცავ ჩემო როსტო. ეხლა სალომე შენთან მაქვს ასეთი შენიშვნა. პირადად შენთან, არ ვიცი თუ გინდა საყვედურად მიიღე, თუ გინდა რა არიცი ეხლა, როდემდე უნდა გაეკაჩი ამ როსტოს, ცოტა განძრეული ყავი შენც რა. არ შეიძლება ასე რა. ეცადე ბევრი რა. ეცადე? მაგრამ არ გამოგივიდა. რაღაცა შეუძლია, რაღაცა არის, თავზე მოძალა არ არის ხა, რაც ამას მივედი. რაც შეეძლო ის გააკეთა. ველოსიპედს ვეღარ გამოვიგონებდი ახლოს და ბავშვს რაც შეუძლია გააკეთა ხა, მეტი არ. ანუ შენ კმაყოფილი ხარ, რომ ბავშვად მაინც ხარი აგიბა? ცოტა დიდი დრო რომ მქონოდა, უფრო ალბათ დავხვეწავდი სალომეს. კი. კი. სამწუხაროდ და უდრო დავტოვე პროექტი, თორე ფინალისთვის ძალიან კარგად ყავდა მომზადებული. ცეკვად შერჩეული გექნებოდა შენ. კი, და მოძრაობები ნასწავლი მქონდა უკვე. ყველაფერი იცოდა. ვინ გასადა? ვინ გაცადა, ვინ ეს SMS-ები, საშინელი SMS, ჩემი აჩიკოცას არ გააგდეს. გემდე მაგას ვამბობ. არავისთვის არ დამიმალავს და არც თქვენ არ დაგიმალავთ. მე გულშემატკივრობდი აჩიკო მეფარიძეს. არაჩვეულებრივ აჩიკო რას ცეკვავდა, რას მოძრაობდა. შეაფასე როგორც პროფესიონალმა მოცეკვავემ. არაჩვეულებრივ ცეკვავდა. აჩიკო უფრო მაგარია თუ როსტო? როსტო. როსტო. აჩიკოს დარწმუნებული ვარ მეტი შეეძლო, უბრალოდ არ დასცალდა. ისე თქვენ რომ მოგეგოთ, თქვენში კონფლიქტი არ იქნებოდა ბინის გაყოფაზე.
დარწმუნებული ვარ, იმ ბინაში შენ იცხოვრებდი მშვიდად წყნარად და ეს სადმე იქ შემოსასვლელში გამორთულ კომპიუტერთან იწვებოდი. დადგებოდა და იქნებოდა, ან დაწვებოდა და მიიძინებდა იქ შემოსასვლელში. შუერად იქნებოდა. კარგი, ისე სალომე, შენ ისე კარგად ცეკვავ და მართლა ისე კარგად ჩაატარე ეს ტურნირი დავარქვა თუ რა დავარ კონკურსი, რომ შენ ადგილას მე ახლა როსტოს წავართმევდი ბინას, სადაც ეს ცხოვრობს. ღირსი კი ვარ. ისე ღირსი კი ხარ, ხო, არა, როსტო, არა, ხუმრობა იქით იყოს და შენ ძალიან ბევრი გააკეთე, ძალიან ბევრი შეძერე ხარ. პრინციპში კაცი როა ჩიკო მეფარიძეზე წინ წავა. უკვე დასაფასებელია. რას ლაპარაკ? უკვე დასაფასებელია, რაზეა საუბარი? მომისმინეთ, რა მაინტერესებს? რა მინდოდა მეკითხა? ხო, ზოგადად აი შენ როგორ შეაფასებ აი ამ კონკურსს? პირველად მიიღე მონაწილეობა ასეთ ტიპის კონკურსში, თორე ისე პროფესიონალი მუსიკოსი ხარ. აი ზოგადად შენი შეფასება როგორც არაპროფესიონალის, მე მოვუსმენ პროფესიონალისაც. და ძალიან კარგი პროექტია. ანუ ძალიან დიდი ხანი გვინდოდა თვითონ მოცეკვავებს რომ ეს პროექტი გაკეთებულიყო და საბედნიეროდ გაკეთდა და ძალიან მომწონს. მოვაბით თავი რა ბოლო-ბოლო. ძალიან კარგი. მოვაბით თავი და ბოლო-ბოლო გავაკეთეთ. აი თქვენ ორ შორის თქვენი წყვილი რო გამოვიდა, არაჩვეულებრივი წყვილი, სიმპათიური, ძალიან ლამაზი, ძალიან ბევრი გულშემატკივარი. თქვენ შორის რომელი იყო ვარსკვლავი და რომელი იყო, ანუ ეცეკვე ვარსკვლავს რომ ამბობენ. რომელი იყო თქვენ შორის ვარსკვლავი? მე არა. არჩევ. ამიტომაც გამოვანდით. ისე უკეთესი იქნებოდა რომ პროექტს ერქვა ესე ეკვეც ცნობად სახეს. არა რაღაც ეგეთი. ესე ეკვეც შედარებით ცნობად სახეს. ესე ეკვეც იმას ვის ერთხელ ტელევიზორში გამიშენილა. რაღაც ეგეთი. რა ვიცი გვარსკვლავი. ეთიანური იყო. ეს ვაჟოს ეკითხვა ხშირად შეიძლება რომ სოციალურ ქსელში ვკითხულობდი კომენტარებს ჩემს რომ ეს როსტო რა ვარსკვლავია და ეს რა პროექტია და რა ვიცი ხო მაპატიე. თუმცა ასეთებიც არიან, ვინც ამბობს როსტო რა ვარსკვლავიაო? ჩემ და გასაკვირად არის. მოიცა. მე ნამდვილად აღშფოთებული ვარ. ხალხო, თქვენ რა, ამერიკული მუნჯური კინო არ გინახავ? რა მუნჯი ვარსკვლავი არ გინახავ? აი ძალიან მაინტერესებს. სად გინახავთ მოლაპარაკე მაქს ლინდერი თუნდაც? კარგი, დავანებოთ თავი. ავხშფოთდი მე, ძალიან ავხშფოთდი. დრამატული საღამო იყო ოთხშაბათი. დრამატული. ერთ არხზე თქვენ გავარდით, მეორე არხზე რეალი. ხალხო, შენ დიპლომატი ხარ, ხო? დიახ. ძალიან კარგი. ხარ? აი, რა მინდა იცი, სალომე, როგორც დიპლომატმა. აი, ესე რომ სხვა წყვილებს არ აწყედინო. აი, შენ მაგალითად რო ყოფილიყავი ტელემაყურებელი. ვის უგულშემატკივრებდი და რომელ წყვილს დაუმესიჯებდი? ნუ თქვენს გარდა რა თქმა უნდა. ალბათ თიკო და გიგის წყვილს. მე ალბათ ისე ვაჭიკოს. თიკო და გიგის წყვილს, გიორგის. გიორგის რატო? არა, ძალიან მაინტერესებს რა. აბა თვითონ თუ იტყვის. აბა მოგები რა ხდება თქვენ შორის ახლა არავინ კაცვილი არ გვიყურებს, მიდი. არა, იმიტომ არა რომ ჩემი შეყვარებულია. შეყვარებულია? უბრალოდ მაგრად ცეკვავს. არა, უბრალოდ კარგი წყვილი გამოვიდა. წყვილი შედგა. კი არა, მართლა ძალიან კარგი წყვილია, მაგრამ ჩემი აჩიკო მაინც სხვა იყო. რა არის აი შენ არ ეჭვიანობდი გიორგიზე, გიორგის შენ, არა, გიორგის შენზე რას იეჭვიანებდა და ცეკვის ბოლოს ეს ვირს ეხუტებოდა. რას ეჭვიანებდა? არა, დაგეგმილი რაღაცა მოვთი ცეკვას, ეს აბსოლუტურად დაგეგმილი არ იყო გულმა. როლში შეიჭერა. როლში შეიჭერა. ვეღარ მივხვდი სად ვიყავი და აბა რა რას ლაპარაკო? ეს არის აი სიურეალიზმის თუ რა დავარქვა, ახალი მიმდინარეობაა რა, რომ სალომე ჭაჭუას ეცეკვები და გვერდში გიდგას და ეხუტები ვირს ცეკვის ბოლოს. აბა რაღაც დავაანალიზებ და ხო, დაანალიზე, იმიტომ რომ აქ უკვე რაღაც კონკრეტულ ნოზოლოგიასთან გვაქვს საქმე ალბათ. მე ვიცი შენ ნოზოლოგია ხარ, სხვა რამე გეგონა და რეალურად სხვა რამეს ნიშნავს. კარგი. კარგი. თქვენი აზრით, ვინ მოიგებს ამ პროექტს? მართლა მაინტერესებს. აი, მაგალითად, მე მგონია, რომ მოიგებს სამორი. აჰა. აი რატო? და რა არის?
როდესაც ამოდი როგორ გავუხარდათ რომ გამოვარდი. არა, შენ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა, მე არ ვიცი შენ ადევნებდი თუ არა თვალყურს ღამის შოუს, მაგრამ აქ რო ყავდა სხვა სტუმრები, სხვა წყვილები, როსტოს რო ახსენებდი, აქ ინგრეოდა ყველაფერი. სამორი თავიდან რომ დაიწყო ეს, ხო? რეალურად სიმართლეს გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა, რომ სამორი ასე გაქაჩავდა, მაგრამ თავიდან ობამაზეც ხო არ ეგონათ ამერიკაში რომ პრეზიდენტი გახდა. ხო? თავიდან ნელ-ნელასკა. ფინალი არის 9 მაისს. 9 მაისს. ნუ თქვენ აღარ იქნებით. იქ რა თქმა უნდა ფინალს ისევ და ისევ რუსთაველის თეატრში იცეკვებენ წყვილები, აჩიკო მეფარიძე ვაკის პარკში იცეკვებს, გამარჯვების პარკში. კარგი და კიდევ სალომე შენ ვერ აგალაპარაკე. ვერ აგალაპარაკე. საჩუქარი კარგია. კანარის კუნძულებზე. რაენავლება შენ იწვალე. ტანჯვით მოუკვდი იქ. აბა. არ გამახსენდა. და საჩუქარი მიცეს. აი ცეკვაზე რომ მივიდოდი ხო, რეპეტიციაზე და თითქოს ომში მიდიხარო, ხო? ოღონდ გასდეს. აი ბავშვობაში ინგლისურზე რომ დადიოდი და ოღონდ ლიფტი იყოს გაჭედილი, ან შუქი არ იყოს გამომიშლული. მეტროში გაიქცევა და მიდიხარო და ორი ცეკვა დაგვიმატეს, აი მართლა დილით რომ მივიდოდი. მეგონა რომ ომში მივიდოდი. აი ხა თქვი წყალბურთის ვარჯიშებზე ნაკლები დატვირთვა ქონდა? არა, ნაკლები დატვირთვა არ ქონია, ნამდვილად. მეტი თუ არა. ზოგადად საჩუქრები გიყვარს სალომე? ზოგადად კი, რატომაც. როდის მიდიხართ კანარის კუნძულებზე? შენ და გიორგი მიდიხართ, ხო? თუ არ ვცდები. როდის მიდიხართ? აგვისტოში. აგვისტოში. კანარის კუნძულები, არაჩვეულებრივი. საფეხბურთო კლუბი ყავს სხვათა შორის ტენერიფე. რამდენჯერმე მადრიდის რეალი გაამწარა, ნუ ეს ისე. ხო. ჩვენთა შორის, თუ როგორ ვთქვა, სხვათა შორის. შენ გული რო არ დაგწყდეს, ჩემო როსტო, მე და შენ ხა დიდი ხნის მეგობრები ვართ და არ ვიცი, მე მოვიფიქრე ასეთი რამ, რომ შენ გაჩუქოთ, შენთვის სპეციალურად საჩუქარი მაქვს, გული რო არ დაგწყდეს. იმიტომ რომ კანარის კუნძულებზე მიდის სალომე. ჩაეხუტე. აი ხალხია მე. რო დავждე? აჰა. რაღაც მიუწყო. არა, გაჯდომა არ ვიდა ისე. ჯერ რაღაცა ურთიერთობა უნდა ჩამოვიყალიბო. ესე მარტივად არ ხდება ჩვენ შორის. რა ქვია შენ? აუ, ხატულა. ხატულა. ნახე როგორ უცებ ფეხი. მოდი გაგაცნო, მოდი. არა. მოდი. უგეშინია, მიდი, გაიცანი. მოდი. გაიცანი, მიდი. ხატულა. ეს არის სალომე, არ ეჭვიანო ოღონდ. არ იკვინება, არა, მოდი. არ იკვინება, მოდი. არა, სიხლისი. მოდი გინა? არა. აი, აღარ უნდა ასასი ახლოს ეშინია. მოდი სალომე, მოდი დააჯიქი. ესე იგი, როსტო, ამ ვირს შეგინახავთ ჩვენ. და გადაცემის ბოლოს გაივლი და ძალიან დიდი მადლობა ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. აი, ასეთი არაჩვეულებრივი ხატულა ყავს. და როცა დამთავრდება გადაცემა, შეგიძლია ხატულათი წახვიდე სახლში. ძალიან ესეთი ეკონომიური ხატულაა. კარგი, დღეს ხო ხვდებით, რომ ცეკვის გარეშე აქედან ვერ წახვალთ. რას იცეკვებს დღეს? ლამბადას. ცოტა ხომაღლა? ლამბადას. ლამბადას, მეგობრებო. Destino sexual, pelos mídias morena você, da lambada me faz delirar. Sendo lambada,
ძალიან მაგარი. დიდი მადლობა. სალომე და როსტო. მეგობრებო, 12:04 დიდი მადლობა ვინც უმესიჯებდით. დიდი მადლობა. გაიხარეთ, დიდი მადლობა. არ დაგჭეს ხატული თუ რა ქვია? ხატია ქვია. ხატია. დიდი მადლობა. Say the day is 1999. Right across where I'm standing, on the dance floor she was landing. It was clear what she was from another time. Like some baby Barbarella. გრძელდება ჩემი მუსიკალური კარიერა, ძვირფასო მეგობრებო, ახლა კვლავ ჩინეთიდან დამირეკეს, დამპატიჟეს მანჯურიის სახელმწიფო ტრიოში. ჩავედი, ჩავწერეთ არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელსაც ახლა გთავაზობთ. გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ. ლეგენდარულმა მარკო პოლომ მართლა მთელი მსოფლიო მოიარა და ერთი არ უთქვავს მგზავრი ვარო და ამათმა რა იმგზავრეს ამისთანა, რომ მთელმა ჯგუფმა დაირქვა სახელი მგზავრები. მგზავრები! ესე იგი ძალიან პოპულარულები ხართ, გიგი, ძალიან, არ არსებობს შოუ, სადაც თქვენ არ ახართ ნამყოფი, ჩემამდეც მოაღწიეთ. მართლა შეკითხვა მაქვს ასეთი, ოჯახში რა ხდება? მაია ასათიანი როგორ არის? კარგად არის? კი, კარგად. თქვენთან რა ხდება ახალი ორი სიტყვით? რა ვიცი, ბევრი რაღაცებს ვაპირებთ, რა ვიცი და ალბათ გამოგვივა. იმედები გაქვთ. არა, თქვენ ყოველთვის კარგად გამოგდით ყველაფერი, მე თქვენი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. აი, შენგან ამის მოსმენა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს ძალიან. მართლა ხალხო კამერაში თქვი რა. გადაუნგეთ.
მერას გადაუღე. ოთარ დატიშვილი, რავი, მე სხვა შეს მეშინოდა, იცი აქ მოსვლა? მოიცა ხავტირბე. ხა გეუნები, ვინტო. რატო გეშინოდა? არა, შენერი ადამიანი, რომელიც ჯაზზე, რა ვიცი, თვითონ ჯაზმა არ იცის იმდენი და მუსიკაზე შერაც იცი. აი. შენ რაღაც ზარვი მოვედით და რაღაცა და რას გაჩუმები ხარ კარში დაუკან? გეცხვაგ, ხო ვამბობდი რომ ეს გზავრები აქამდე მოგვეწვია. 1-2 კარგი გზავრები. გადაცემაში არ მეკუთვნო და მითხარით რა. ამისთანა კარგი ხალხი. სხვათა შორის თქვენ რამდენი ხართ ჯგუფში თქვენ თვითონ იცით? ბოლოს რო დავთვალეთ 15 დავთვალეთ ბოლოს, მაგრამ მე რაღაცები მოხდა. რატო გეკითხები, იცი, მე მაქვს წინადადება მამუკა კაცეთაძესთან. ეს კარდაკარ რო არის, რომ დადიან. ერთი გავიგოთ კაცო, რომ რამდენი ამომრჩეველია საქართველოში გასაგებია, მაგრამ ისიც გავიგოთ რამდენი კაცია გზავრებში. ხო? ამომრჩევლები თქვენ ხო ხართ ამომრჩევლები? აი მაინტერესებს. ანუ 15 ეს ცვალებადია, ხო ეს ყველაფერი? არა, სხვათა შორის 15-ნი ვინც ვართ, ანუ ჯგუფის შექმნიდანვე, ანუ არც ერთი არ შეცვლილა. მაგრამ რა არის, იცი? იქიდან გამომდინარე, რომ 15 კაცს ვერსად ვერ წაიყვან ბოლო-ბოლო, ხო? ანუ ხოია. ტრანსპორტი, გადაზიდვართული, ჭამა. 15 ჭიქა არ არის, წყალიო დავლიოთ. შეგაც კი არ არის, ხო? თორე შენ აპირებდი ჩემ შოუში. არის ხო მაგარი აქ რომ მოვედით და თავიდან მოსულიყავით ბევრი რა 7 თუ 8 და უცებ ვერ აღარ მოხვიდეთ ვერ ვეტევით. ბევრი ხარ. სხვათა შორის დამირეკა ბაჩუკი ქარდავა. კი ბატონო. ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან მოგიკითხა, ისიც შენი მსმენელია და ასე რა ბედნიერი კაციაო, გიგიო, უფრო მეტი ხალხი ყავს ჯგუფში ვიდრე მე პარტიაში. ასე მოგიკითხა ბაჩუკი. კაი, ახალ რაღაცას იწყებთ, ხო? ამაზე ვისაუბროთ. კი. თუ შეიძლება, 2-3 წუთი. ეხლა გადავიღეთ კლიპი, სხვათა შორის დათო ჭაბაშვილმა გადაგვიღო, ანუ გოგონა გარეუბინას რეჟისორმა და მადლობა მინდა უთხრათ. მადლობა დათომა. და გადაგვიღო კლიპი და ეხლა იქნება პრემიერა და ვაპირებთ ასე ვთქვათ, ანუ ეს არის უკრაინული ბაზრისთვის და დავაკეთეთ პრემიერა, იქნება უბრალოდ პრემიერა უკრაინული ბაზრისთვის და ხა მივიდივართ, ვაპირებთ პატარა ტურნეს, ასე ვთქვათ, უკრაინაში. თქვენ ხო გქონდათ უკვე უკრაინაზე გამახსენდა კონცერტი გქონდათ უკრაინაში, ძალიან ბევრი იმდროს მოусმინე, ერთ-ერთი შენი ფანის გოგონას, ისეთი ცხრიალა, ციკციკა გოგო იყო პირდაპირ. გაუჭირდებოდა. გაუჭირდა ისეთ უკრაინელი გოგო იყო ცხრიალა გაუჭირდებოდა. ან იმის ინტერვიუს უსმენდი, რომ Patrisaevshe группа ამბობდა, я так люблю этого Гиги Дедала, ასე დაიწყო მე Дедала. этого Гиги Дедала, ну и чёрт с ним, люблю я его, люблю. არგი უკრაინაში კონცერტი გქონდათ. კი, ბევრი სხვათა შორის. ბევრი კონცერტი გქონდათ. განვაგრძოთ საუბარი. გიგი, კონცერტი სიმღერის გარდა კიდე რას აკეთებდი უკრაინაში? აუ, რა გითხარ, სოლი მყავს უკრაინაში. სოლი მოვიყვანე, რა ვიცი. აი, ვისაც არ ყავს უკრაინაში, სოლი ისე რას აკეთებდი? ისინი ვეძებდით 2 დღე, 3 დღე. ქუჩა, ტელეფონს თიშავდნენ და ისეთ რაიონებში იყვნენ, ხო იცი, ეროვნულებოდი, რომ აი ტაქსო ვაჩერებდი, რომ აი ეს რაიონი სადარ და აუ, მან რა გინდა. და აი ესე უკარგავდით ბიჭებს, ამოიღე ხმა, ეხა ამოიღე. კარგი დრო გქონდათ ნამდვილად. იქ რო ჩუმად ხალხობენ, რო იკარგები მე. ხო, ჩემი სტუდია მოგწონს? მაგრამ ყოველთვის გამიშოუს ნაკეთებული სტუდიები და შენ ყველა პროდუქტი მოგწონს. ჯერ იყო და ლოტო წამართვა. ეხლა ჩემი სტუდია მოგწონს. აი ეს ყველაფერი. აი ვისაც გახსოვთ რომ ლოტო მიმყავდა მე თავის დროზე უმაღლეს დონეზე ხალხო. უმაღლეს დონეზე. მე მიიყვანეს ვიღაც მომღერალი. ხო, ეხლა ვის მიყავს? ეხლა ნიკო შარაბიძეს. აი ხალხო, სულ უკან მიდის ლოტო. აი ესე დაიწყო და მიდის. დღეს რაღაცაო ახალიო, სიმღერაო, ექსკლუზივიო. ქალაქური ქვია სიმღერას, ერთ-ერთი ისეთი წყნარი და ქალაქურ სტილში გავცადეთ რომ გაგვეკეთებინა და ხო, ეს არის ესე იგი აი ეს სიმღერა აი ხო ხდება ეს ქალაქური ეს მოგუდულად და ბაიფიდი აი კარგი, ძვირფასო მეგობრებო, ღამის შოუში ოთარ დადიშვილთან ერთად გზავრები მის კუნძულას ჩამოვკიდე ყურზე ლამას გოგოსა ორღობიდან უთვალთვალე კაბას ბაღის ბოლოსა ნაცვი მარი ვინდრავიდა ცრელს მოგიდან დილისთან
შენი თმები მომაგონებს სურნელებას ისა ნაძვიმარი მინდვრებიდან ცემს მოგიდან დილისას შენი თმები მომაგონებს სურნელებას ისა შენი თმები მომაგონებს სურნელებას ისა სამყაროს ხო ჩემებურად ხედავ ჩემ სამყაროს ხო შენი ფერი აქვს მე სიყვარულს ხო ჩემებურად ბედავ ჩემ სიყვარულს ხო შენი ფერი აქვს სამყაროს ხო ჩემებურად ხედავ ჩემ სამყაროს ხო შენი ფერი აქვს ლის კუნძულა ჩამოვკიდე ხურზე ლამას გოგოსა ვორღობიდან უთვალთვალე კაბას ბაღის ბოლოსა